როგორ მუშაობს გორის მერიის ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილება და რა ვალდებულებები აქვს აღებული ბენეფიციართა წინაშე. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისინი ახდენენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების მონიტორინგს და შესაბამისი რისკების არსებობის შემთხვევაში მუშაობენ მათ პრევენციაზე. დიანა ბერიძე ამბობს, რომ შესწავლილი 700 ოჯახიდან ნაწილში პრევენციული ხასიათის სამუშაოები ჩატარდა, ნაწილს კი სხვადასხვა სახის დახმარებები გაუწიეს. მისივე თქმით, ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილება მუშაობს სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების ოჯახების გაძლიერების მიმართულებითაც. როგორც იცით, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში არის ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილება, რომელიც მუშაობს პრევენციაზე. ეს არის პირველი მეორე დონის პრევენცია, რაც გულისხმობს ბავშვიანი ოჯახების მონიტორინგს, შესაბამისი რისკების გამოკვეთას, დადგენას და შემდეგ ამ რისკებზე უკვე მუშაობას, რომელიც უკვე ჩანს, რომ გარკვეული რისკის მატარებელია ოჯახი. ამ შემთხვევაში იტოვებენ პრევენციაში და აგრძელებენ ამ ოჯახთან მუშაობას, რაც გულისხმობს მათთვის სოციალური პროგრამების მიწოდებას და სხვა სოციალური გარდა ფულადი დახმარებას და სხვა სოციალურ დახმარების აღმოჩენას. მაგალითად, როგორიც არის ახლა ჩვენ გვაქვს სკრინინგი გაკეთებული და ასეთი ოჯახები, რომელიც იყო მაგალითად მარტოხელა მშობელი, რომელსაც სტატუსი არ ჰქონდა, მრავალშვილიანი მშობელი, რომელმაც არ იცოდა, რომ მუნიციპალიტეტიდან შეიძლებოდა რაღაცა დახმარებით ესარგებლა, რაღაცა დოკუმენტების გარკვეული პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობის აღება მოწესრიგებაში, ანუ სოციალური საქმის განხორციელებაში, ეს არის ერთგვარი მხარდაჭერა ამ ოჯახისთვის და შესაბამისად მე უკვე სოციალური დახმარების მიღება უკვე ფულადი სახით. ბავშვების მიმართულებით აქ ჩვენ კონკრეტულად ეს განყოფილება მუშაობს ორ მუხლზე, ეს არის სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების ოჯახების დახმარება უფრო სწორედ და არის ფსიქორეაბილიტაცია ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ბავშვი, რომელიც 24 საათიან ზრუნვაში იმყოფება სახელმწიფოში, ანუ ოჯახიდან არის გაყვანილი და სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება, ეს როდესღაც უკვე ბრუნდება სახლში და თუ მაგალითად 18 წლამდე არ მოხდა ამ ბავშვის დაბრუნება, 18 წლის მერე უკვე ჩვეულებრივად ბრუნდება ასეთ თავის ბიოლოგიურ ოჯახში. ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერების მიზნით მუნიციპალიტეტს აქვს შემუშავებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს რაღაც ფულად დახმარებას, ვთქვათ, კომუნალურ გადასახადებში, ან თვითონ ამ ბავშვის საბუთების მოწესრიგებაში და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა იყო, იმიტომ რომ ოჯახები, რომლიდანაც ბავშვები არიან გაყვანილები სახელმწიფო ზრუნვაში, გარკვეულწილად რაღაცა მხარდაჭერას მოითხოვს რა, მოკლედ ეს ოჯახები მხარდაჭერას და ერთგვარად მუნიციპალიტეტს აქვს ამ კუთხით ამ ოჯახების მხარდაჭერა.